არის თქვენოთ ეს თემა განვიხილოთ. მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი. გაითვალისწინეთ. გადავავლოთ თვალი. პერიოდი, რომელსაც გადის, ეს ადამიანი წარმოადგენს ღრმა ცვლილებებს მასში. პიროვნული განვითარების პროცესშია და თანაც სასიამოვნოდ კი არა, არამედ მტკივნეულ პროცესში. თუ ჩვენ ვერ ხედავთ ნიანგის ცრემლებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უგრძნობია და არ უჭირს თქვენს გარეშე. უჭირს რომელია, შეიძლება იმაზე მეტად, ვიდრე თქვენ. მისთვის გადაულახავი დაბრკოლებებია წამოწეული წინა პლანზე, რომელიც არც თუ ისე მარტივი მოსაგვარებელია. მონატრევაში არის. განსაკუთრებით სიზმრების მეშვეობით მიდიხართ მასთან. იხსენებს რაღაც განსაკუთრებულ მომენტებს, რომელიც ერთად გქონდათ. მასთან ერთად იცინოდით, ფილმს უყურებდით თუ რაიმეს ამზადებდით, ასეთი ტიპის მოგონებებია ასახული მის მოგონებებში. გიჩნდებათ ლოგიკური კითხვა, თუ კი ასე განიცდის უჩემობას, მაშინ რატომ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შევრიგდეთ, აღადგინოს ურთიერთობა და ასე შემდეგ. პასუხი მარტივია. ორივე მხარე ცდილობს გატეხოს მეორე, მოარჯულოს იმდენად, რომ პირველი ნაბიჯები განახორციელოს. ეს ის მოვლენაა, როცა სიამაყე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის სურვილები, რაც მას მოქმედებებს აიძულებს. პლუს ამას დავამატოთ წყენა, რომელიც ერთმანეთში დათესეთ, საკმაოდ ღრმაა. არსებობს რაღაც ზღვარი, თუ იმ ზღვარს გადადიხარ, ხშირად ეს უდიდესი ურსკვლია, რომელსაც მერე ვერც ერთი მხარე ვეღარ გადადის. იმ ეგოს გამო, რომელიც ჩვენში, ყველაში ძალიან დიდია. ხანდახან სიტყვები, რომელიც მტკივნეულად აისახება ჩვენს გონებაში, რომელსაც ვისვრით და არ ვუფიქრდებით, შედეგებად დაყოფილი, დანგრეული ურთიერთობები გვრჩება ხელში. და ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ძლიერი მიზეზი, თუ რატომ უწევს თქვენს გარეშე ყოფნა. იმას ვერ ვიტყვი ახლა, რომ დასნეულებული მძიმედ არის ავად თქო, მაგრამ ბედნიერი ნამდვილად არ არის, უთქვენოთ. თქვენი ენერგიის სერიოზულ დეფიციტშია. რამაც აიძულა თქვენი ფასი კიდევ უფრო გაზრდილიყო მასში. და გაიზარდა კიდევაც, რადგანაც მან უფრო დაიწყო იმის დაფასება, თუ რას წარმოადგენდით თქვენ მასთან ურთიერთობის დროს. რა გავლენა მოახდინეთ მასზე და ეს გავლენა საკმაოდ მნიშვნელოვანია. მე წარმატებებს გისურვებთ ინდივიდუალურად 557 16 73 53 Facebook ქართული შრიფტით ტაროს პასუხი.